and gentlemen, this is the co-main event of the evening. This fight is 3 rounds in the TFC featherweight division. Big thanks to Champions Academy for hosting the event, and thanks to Sport G for awarding the best performances. Let's get ready to rumble! And now, introducing first, fighting out of the blue corner, a striker making his debut in the TFC, weighing in at 66 kilograms. Fighting out of Champions Academy Tbilisi, Lasha Chankotate! And now, introducing his opponent, fighting out of the red corner, an MMA fighter with a record of 3 wins and 2 losses, weighing in at 66 kilograms. Fighting out of Warriors MMA Tbilisi, Georgi Bekaouri! Პირველი რაუნდი, fight. უკვე co-main event-ი დაიწყო. შესანიშნავი ქერქიკი. ხაუზის ქერქიკი გავიდა. მიოწვია ერთმანეთს მაშინ. The takedown attempt Bekaourისგან. და ჩაიყვანა ქვევით საკმაოდ სმუდი. კარგი კონტროლი აქვს Bekaours. Side controls გადადის. Half guard ისევე ხა. სეტკის გამოყენებას ცდილობს რა ადგილს, თუმცა არ გამოვიდა. Side control-ი. Half guard ისევე. საშუალება რომ ზურგი აიღოს გიორგი Bekaourმა. ზურგი არის აღებული აქ. ჩოუქსი შეიძლება იმუშაოს Bekaourმა. იუნეკი ჩოუქსი ეთქი, თუმცა არ არის ჯერ შიგნით. მარცხენა ხელით. იუნეკი ჩოუქსი საკმაოდ საშიში პოზიცია არის. გამოსრობა შეიძლება, თუმცა ძალიან საშიში პოზიცია ეს უნდათ იუნეკი ჩოუკი. ჯერ იმის ქვეშ არ არის. ყელის ქვეშ არ არის. ძალიან დაძაბული და საშიში მომენტია ეს. ground and pound is საშუალება ძალიან კაი ground and pound-ი აქვს თავი დაიცვას. Full mount-ი გიორგი Bekaourისგან. Full mount-ი საკმაოდ დომინანტური პოზიცია. ფეხების კონტროლიც კარგად აქვს Bekaours. რაუნდში დარჩა 20 წამი დარჩა 20 წამი. საკმაოდ დომინანტური პოზიცია. 10 წამი ამ საკმაოდ დომინანტურ რაუნდში გიორგი Bekaourისგან. საკმაოდ მაღალი დონის ჭიდაობა და ჯიუ-ჯიტსუ ბაშონა. დაიწყო. უნდა იფიქროს ახლა როდის წამოვა ტექნიკული. კაი ქერქი ისე Bekaourისგან საკმაოდ ტექნიკური. ფეინტის გატარება. ჯები და სტრეიტი. აი კომბინაციები Bekaourისგან. შენი მესამე უნდა იყოს დამთავრება, გიო. ქერქი. კარგი ეთემი ხო თუმცა. იუესე წამოვა სუღია. Takedown attempt კიდევ ერთი და შესანიშნავი დასრულება takedown-ის. Side control-ი.
ბექალმა აჩვენა საკმაოდ მაღალი დონის ჭიდაობა და ჯიუ-ჯიტსუც. კარგი დონეზე აქვს. დარტყმები პატა-პატარა გრაუნდი პაუნდი. ათგომის ძნელობა ჭანკუტაძესგან, თუმცა ახლა ნორთ-საუთ პოზიციაში ყოფდნენ. საკმაოდ აფეთქება ცადა ჭანკუტაძე მაგრამ არ გამოვიდა. კეიჯის გამოდრებას თუ ჭანკუტაძე რომ ადგეს ამ პოზიციიდან. სიცეს გაზოს, ფეხების გაზოს. ადგომის შანსი აქვს ამ ჭანკუტაძეს. აი ხა აი ადგა ჭანკუტაძე. და მაგრამ ისევე ჩაიყვანა პროექტი. აშკარად გრებლინის დონის განსხვავება იგრძნობა ჭიდაობაში. Submission-ი, arm triangle. მაგრამ ჭანკუტაძე ამასო კარგად არის. ჯერჯერობით კარგად არის. ჭანკუტაძე როგორღაც ძლებს ამ submission-ში. გადათები. ვერ გაუძლო მაინც საბოლოოდ. მაღალი დონის სულაჩვენა. And ladies and gentlemen, your winner by second round submission, Georgi Bekaouri. მოკლედ გიორგი ძალიან მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენე და დომინაციური პირველ რაუნდით და მეორე რაუნდიც ითხრება შეფიქრების შესახებ. ხო, ამ ბრძოლაში მინდა მენახებინა, აი განსხვავება რა. საერთოდ სხვა დონე და მაგრამ მინდა მოგონა დაუბრუნო ჩემი დოქეს და ასევე თქვენს ორგანიზაციას ძალიან სწრაფად გავიტანეთ და პროფესიონალიზმი აჩვენეთ ჩემი დამსახურებიდან და ასევე თუ ჩემი ჯგუფის ნახვა კიდე გინდათ ერთ კვირაში იანგორიაში კიდევ ვცხოვრობ შოთა ჯაფიაშვილთან საქართველოს ჩემპიონია და ძალიან მაგარი ჯგუფი გამოვიდა. დიახ. ნამდვილად ძალიან მაღალი დონის ჯგუფი და კიდევ ვინდა გიხილოთ EFC-ში და მომავალ ჯგუფებში. დიდი მადლობა ყველაფერთვის.